თორნიკე რიჟვაძე ისევ მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით გუშინდელის შემდეგ მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ამ დრომდე ბრალის წარდგენის მოლოდინშია ალექსი ახვლედიანი, რომელსაც რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უკრაინაში კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით, მათ თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ პენტაგონმა უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნა დაადასტურა. გორში 45 წლამდე ქალი მოკლეს. ადგილობრივი მედია მოზაიკას ინფორმაციით შემთხვევა სოფელ ტირძნისში მოხდა. ქალს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიღენებული. არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის 7 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ არასრულწლოვანზე მიტოვებულ შენობაში იძალადეს. ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს და ღირსების შემლახველი ქმედების ამსახველი ვიდეო გადაუხეს. ყვარელში 2 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 1 პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაჭრილი სამართალდამცველი კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა.